თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. რუბრიკაში ჩემი საქმე ვსაუბრობ პროფესიებზე, პროფესიულ არჩევანზე, გამოცდილებებზე, წარმატებებზე და გამოწვევებზე. პროექტში მადლობა რომ დაგვრჩით ინტერვიუზე, რომ გითხრათ ვინ ხართ და რა საქმეა. მადლობა დიდი პირიქით. მე ვარ ირინა გელაშვილი, კინოპროდიუსერი. როგორ დაახასიათებთ ერთი სიტყვით თქვენ თავს? ვინ ვარ? დიახ, ვინ ხართ თქვენ? ფილმეიკერი. აი, ყველაზე განსხვავებული და გამორჩეული თქვენი პროფესიაში რა არის, რაც სხვა პროფესიებიდან რადიკალურად განასხვავებს? ალბათ ის რომ ყველაფერში ცხვირი უნდა ჩაყო და ყველაფერში ჩაერია. ყავთ გამორჩეულად საყვარელი პერსონაჟი? კინოპერსონაჟი? დიახ. არა, კინოპერსონაჟი არ მყავს. თუმცა იმედი მაქვს რომ მალე მეყოლება, იმიტომ რომ მე ზოგადად დოკუმენტური კინოს პროდიუსერი უფრო ვარ და დიდი იმედი მაქვს რომ მალე მხატვრულშიც გადავალ და ჩემი რომელიმე გმირი იქნება ჩემი საყვარელი გმირი. მთავარ მუხტს რა გაზრდებს რომ გააგრძელოთ ეს საქმიანობა? ადამიანები და კოლეგები. მაინც დოკუმენტური რატო არჩეთ, თავიდან თქვა მხატვრულის კუთხით რატო არ წახვედით? იმიტომ რომ ვთვლი რომ დღეს საქართველოში დოკუმენტური ამბები და დოკუმენტური კინო ბევრად უფრო მართალია და უფრო მეტად შესაძლებელი არის რომ გადაიღო დღევანდელ პირობებში. თუ გყავთ პერსონა, რომელიც თქვენთვის თქვა სამაგალითო და мотиваციის მომცემია? უფრო მეტად სიტუაციები და არა ადამიანები. და ჩემს გვერდზე, ჩემ თანამებრძოლები, რომლებთან ერთად ვცდილობთ, რომ ქართული კინო წინ წავწიოთ. და აი ეს ადამიანები არიან ძალიან დიდი мотиваტორები ჩემთვის. ამ პროფესიის ყველაზე დიდი სირთულე რაში მდგომარეობს? იმაში, რაც დადებითია, ის არის ყველაზე დიდი სირთულე, ის რომ ყოველთვის უნდა იყო ფორმაში, ყოველთვის ყველაფერზე პასუხი უნდა აგო და ყოველთვის ყველაფერზე პასუხი უნდა გქონდეს. რამან ვინ მოგცათ ინსპირაცია, რომ ამ კუთხით განვითარებული ყავით და ამ კუთხით წაგიყვანათ თქვენი ცხოვრება? ცხოვრება. თუ გაქვთ რომელიმე საყვარელი სცენა ან ნამუშევარი, რომელზეც შეგიძლიათ დაუსრულებლად ისაუბროთ? სცენა უფრო იცით არის, რადგან მე პროდიუსერი ვარ და მე თვითონ სცენებს როგორც ესეთი არ ვქმნი და პროდიუსერები არიან ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად ქმნიან არა კინოს, არამედ კინოპროექტს. შესაბამისად, თუ რეჟისორი არის ფილმის რეჟისორი, პროდიუსერი არის ჩემი გადმოსახედიდან, ასე ვთქვათ, მარტივ გასაგები რო იყოს, რეჟისორი მთლიანად კინოს პროექტის დაწყებიდან დამთავრებამდე, მაყურებელთან მისვლამდე. და ალბათ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ამბავი არის ის მომენტი, როდესაც პირველად მაყურებლამდე მიდის ფილმი და აი ამაზე ჩემს სხვადასხვა ფილმზე შემიძლია უსასრულოდ ვიმეორო და უსასრულოდ ვილაპარაკო ის სცენა, როდესაც პირველად ხდება მაყურებელი ფილმს. თუ გაქვთ პროექტი, რომელსაც თავიდან დაიწყებდით, აი საშუალება რა გქონდეთ, რომ თქვათ რომელიმე არჩევთ თავიდან დაიწყოთ ეს ემოციები განცდეთ, თუ გაქვთ ეგეთი რომელიმე? ნეტა დავამთავრეთ და თავიდან არ დავიწყე. თუმცა თითოეულ პროექტს, რომელზეც მუშაობ, აუცილებლად თავიდან რომ არ მქონოდა დაწყებული, აუცილებლად თავიდან დავიწყებდი და აუცილებლად თავიდან შევიდოდი აი ამ თავგადასავლებში, რომელიც თითოეულმა პროექტმა მომიტანა. დამუშავების პროცესში ძირითადად რა სირთულეებთან ასოცირდება ხოლმე? უფრო მეტად ყველა პროექტს აქვს თავისი გამოწვევა. ყველას ანუ ერთი და იგივე დინარეში ორჯერ ვერ შეხვალო, აი ზუსტად ესე არის კინოპროექტიც, იმიტომ რომ ყველა რეჟისორს თავისი ფოფები ყავს, ყველა ოპერატორს თავისი, ყველას გმირს და ყველა პერსონაჟს თავისი და შესაბამისად, რადგან ბევრ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა და ეს არის ჩვენი პროფესიის ალბათ ჯადოქრობაც, ამიტომ რაღაცა ერთი კონკრეტული რაღაცა არ არის არასდროს პრობლემატური. ყოველთვის ყველაფერი ერთდროულად და არაფერი თანერთდროულად. ყველაზე ესეთი გავრცელებული სტერეოტიპი რა არის თქვენს პროფესიასთან დაკავშირებით? რო ქურდები ვართ.
რომ რეჟისორს წავართმევთ ფილმს და გავუფუჭებთ. რამდენად დაფასებული პროფესია თქვენი პროფესია ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის გარეთ, ანუ რამდენად ფასდება? საქართველოში საერთოდ არ არის დაფასებული და საერთოდ მიკვირს ადამიანები, რომლებიც ვართ პროდიუსერები, საერთოდ რა გვინდა, უბრალოდ ვართ ენთუზიასტები, რომლებსაც ძალიან გვიყვარს კინო, რომლებსაც ძალიან გვიყვარს რეჟისორები და ძალიან გვიყვარს ადამიანები და მათთან ერთად მუშაობა და გვინდა რომ ერთად რაღაცა საინტერესო, ახალი და სახალისო შევქმნათ. ან ისეთი, რომელსაც დიდი გავლენა ექნება საზოგადოებაზე და რაღაცა ცვლილებებს გამოვიწევთ საზოგადოებაში, არ მხოლოდ ქართულში, არამედ ზოგადად, ან საქართველოს გავაცნობთ სხვა ქვეყნებს, სხვანაირად, სხვა კუთხით, როგორთაც არ იცნობენ და როგორთაც მარტო ჩვენ ქართველები ვიცნობთ. და რაც შეეხება საერთაშორისო ქვეყნის გარეთ, პროდიუსერი არის ნომერი პირველი ადამიანი კინო წარმოებაში. ან კინოს გადაღებაში არის ნომერი პირველი. აი რო განვიხილოთ, როგორ არის, აი რეჟისორი ხო არის იდეაში ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ აი ორგანიზმი რო ვთქვათ, რეჟისორი არის ადამიანის გული და პროდიუსერი თავი. და თქვენს რითია გამპირობებული ეს დაბალი ცნობიერება ჩვენს ქვეყანაში? პირველ რიგში ცოდნით რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ გვაქვს კარგი კინო განათლება უნივერსიტეტებში და შესაბამისად არ ვიცით რას ნიშნავს პროდიუსერის პროფესია და ჩვენთან ხდება ისე რომ ყველაფერი რადგან საქართველოს საბჭოთა კავშირის წევრი იყო და კინო საბჭოთა კავშირის დროს კეთდებოდა ძირითადად ხო ანუ რა ფილმებიც იცით ახლა რომ გითხოთ რა აბა რა ფილმებია ძირითადად ისეთ ფილმებს ჩამოთვლით რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო გადაღებული ხო შესაბამისად არის რომ აი ძველად იყო ფილმის დირექტორი და იგივეა ანუ არასწორ პოზიციას აწეპებენ ასე ვთქვათ პროდიუსერს რომელიც ნამდვილად არ არის ისე როგორც იყო. შესაბამისად, აი ეს არასწორი წარმოდგენები, არასწორი გადმოცემები, ის რომ არ ვიცით, ამიტომ არის რომ პროდიუსერები ზეშინიათ კიდევაც ზოგიერთს და აი ეს არის მე მგონი მთავარი პრობლემა, რაც პროდიუსერებთან მიმართება. პროდიუსერებს აქვს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. და გამოსავალს რა კუთხით ხედავთ, ანუ როგორ უნდა ამაღლდეს ერთგვარ ცნობიერება? გამოსავალს ხედავ იმაში, რომ ადამიანებმა არ უნდა ჩატარდეს ძალიან ბევრი ვორქშოპი, ძალიან ბევრი თუნდაც კინოჩვენება და ზოგადად პროდიუსერის პროფესია არ არის ის პროფესია, რომელიც ჩვენი პროფესიის, ანუ კინოს გარეთ საინტერესო არის მაყურებლისთვის. და თუ კინოს გარემოცვაში იქნება ამაღლებული ცნობიერება, მაშინ ჩვენი ამბავი, ჩვენი საქმე კარგად არის. მაგრამ იმიტომ რომ პროდიუსერი არ მიდის მაყურებლამდე. მიუხედავად იმისა, რომ მას მიაქვს, აი მე მოგიტან თქვენ ჩემს ფილმს და გაჩვენებთ, რომლის რეჟისორიც ვიღაცა სხვა არის, ხო? თქვენ გეცოდინებათ რეჟისორი, გეცოდინებათ ვინ არის მსახიობი აუცილებლად პირველ რიგში ჯერ მსახიობი იცი და მერე იცი რეჟისორი, თუ ძალიან დაგაინტერესდა და ძალიან სინეფილი ხარ, მაშინ ხო. მაგრამ პროდიუსერი არასდროს არ იცი, მეც არ ვიცი ბევრი პროდიუსერი. ხო და ამიტომ დიდად პრობლემა არის მეთქი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება იმასთან დაკავშირებით პროდიუსერი რას აკეთებს, მე პირადად მაგას ვერ ვხედავ დიდ პრობლემად, მაგრამ თუ კინოპროფესიონალი ხარ და პროდიუსერის როლს და ფუნქციას არ იცნობ, აი მაშინ არის პრობლემა. და ახალგაზრდების მხრიდან როგორია დამოკიდებულება, ანუ რაღაც ციცვლება, მეტი ინტერესი აქვს თუ ისე როგორც თქვა წლების წინ იყო? ახალგაზრდების მიმართ ძალიან ბევრი ადამიანი არის, ვინც ინტერესდება კინოთ. იმის გამო, რომ უნივერსიტეტებში პროდიუსინგს როგორც ასე მიმართულებას არ ასწავლიან, შესაბამისად, როდესაც უკვე მოდიან პროფესიაში, მე ხვდებიან გვიან თუ რა უნდათ. მე თვითონაც დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი, სარეჟისორო მიმართულება და რამდენიმე წლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მე რეჟისორი არ ვარ და არც არასდროს არ მდომებია თურმე რომ ყოფილიყავი. და ეს იყო აღმოჩენა. და მაშინ როდესაც და მე თვითონ მეშინოდა პროდიუსერების
რომ მეუბნებოდნენ რომ პროდიუსერი ფილმს მოგპარავს და ფულს წაიღებს შენსას და დარჩები ისე და შენს იდეებს მოიპარავს და გადააკეთებს და რაღაც აშინელებას უზამს და ერთ დღესაც მოვხვდი საქართველოს ფარგლებს გარეთ რასაკვირველია და აღმოაჩინე რას ნიშნავს პროდიუსინგი და აღმოაჩინე რომ ეს არის აბსოლუტურად სხვა სამყარო, საერთოდ სხვა ჯადოქრობა არის შიგნით და აი საერთოდ სხვა ასე ვთქვათ აი რაღაცა მართლა ჯადოსნური სამყარო არის, სადაც შენ თვითონ შეიძლება არ ხარ ის ადამიანი, ვინც ფილმის გული არ ხარ, მაგრამ ტვინი ხარ და შენ ამას მართავ ყველაფერს და იმდენად საინტერესო არის და მართლა იმდენად რაღაცა უცნაური პროცესი არის, რომ ერთხელ როდესაც ეს გავიგე, ერთხელ როდესაც მივხვდი თუ რას აკეთებს პროდიუსერი, მივხვდი რომ აი ეს არის ზუსტად ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის და ძალიან ბევრ ადამიანს მოუწოდებ, რომ ვისაც კინო უყვარს და კინოთ ინტერესდება და თუ ისეთი ადამიანები ისმენთ ახლა, ვისაც უნდა კინოში იმუშაოს, აუცილებლად ნახოს პროფესია პროდიუსერის, იმიტომ რომ ეს იმდენად მაგარი და იმდენად ჯადოსნურია, თუ თავის თავს ბედნიერად იგრძნობს პროდიუსინგში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ გვაქვს სკოლა, სადაც პროდიუსინგი ისწავლება, მაინც ძალიან ვრჩევ, რომ წავიდეს და ამ მიმართულებას მიხედოს, იმიტომ რომ აი ძალიან დიდი სიამოვნება, ბევრი ბედნიერება, ბევრი ჩხუბი, ბევრი სხვადასხვანაირი და ძალიან დადებითი საბოლოო ჯამში ენერგიას მიიღებს ამ პროფესიისგან და ხო აი ყველაფერს საუკეთესოს, რაც კი რამე შეიძლება რომ ადამიანმა ინატროს. მადლობა ძალიან დიდი და რა შევჯამოთ რა რჩევას მიცეთ იმ ადამიანებს, ვინც ამ გზაზე დადგა, თუმცა რაღაცის გამო мотиваცია დაკარგა და ფიქრობს არის თუ არა მისი ეს პროფესია. აუცილებლად მივცემდი იმას, რომ არასდროს არ უნდა დანებდეთ. იმიტომ რომ საქართველოში ახლა ეს ყველაფერი იმდენად ახალია და იმდენად საინტერესოა, რომ ყველაფერი ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ. აი არაფრისგან რაღაცა იქნება და როგორ შეიძლება, როდესაც შენ თვითონ ხარ შემქმნელი, შენ თვითონ ხარ ხელებ და შენს ხელში ფორმირდება რაღაცა, არ იყოს საინტერესო. ბოლოში პროდიუსერებს რაც აქვთ ხოლმე კარგი, წითელი ხალიჩა არის ხოლმე ძირითადად, სადაც მაინც რეჟისორებს უღებენ ფოტოებს და მსახიობებს, მაგრამ ის წითელი ხალიჩა ნამდვილად შენ გეკუთვნის. მადლობა ძალიან დიდი. არა. გამარჯობა, გაგვიცანით. მე ვარ თინა ლაღიძე, მსახიობი. ვის ან რას ემსახურება თქვენი პროფესია? ჩემი პროფესია ემსახურება ხალხს, შემოქმედებით იდეებს და მთლიანად ხელოვნებას. და რატომ აირჩიეთ ეს პროფესია? იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ კინო და თეატრი არის ის სივრცე, სადაც შეიძლება შენ თვითონ გაიზარდო, იმოგზაურო, თავგადასავალში გადაეშვა და ასევე ამოგზაურო მაყურებელიც და რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარო. ვინ ან რა იყო თქვენი შთაგონება? ჩემი შთაგონება იყო ალბათ საბჭოთა დროინდელი ფილმები, როგორც ევროპული კინო, ასევე ჩვენი ქართული კლასიკური ფილმები. რისი ცოდნა გჭირდებათ ამ პროფესიაში? ამ პროფესიაში უპირველეს ყოვლისა გჭირდება, რომ გქონდეს დაკვირვების უნარი, ჩემი აზრით. და ძალიან კარგად იცნობდეს საკუთარ თავს და დაიმახსოვრო შენი ემოციური მდგომარეობები სხვადასხვა სიტუაციებში და დააკვირდე აბსოლუტურად განსხვავებულ პერსონაჟებს ცხოვრებაში, ვინც გვხვდება, იყო ძალიან ყურადღებიანი. და თქვენ საქმიანობაში ყველაზე დიდი გამოწვევა რა იყო? ვფიქრობ, რომ ზოგადად სწორად აღზარდო შენი თავი, საკუთარი თავისთვის იყო საინტერესო და მაყურებლისთვის იყო საინტერესო. თუ შენ თავში ვერ იპოვი იმას, რაც გაძლევს ინსპირაციას, სხვასაც ვერ მისცემ ინსპირაციას. ამიტომ ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა ყოველთვის დიდი გამოწვევა იმუშაო შენ თავზე და არ გაჩერდე მიღწეულზე და რაც შეიძლება მეტი რაღაცნაირი ცოდნა და ემოციური მეხსიერება დააგროვო.
თქვენი საქმიანობის უპირატესობას რა წარმოადგენს? ალბათ სხვადასხვა ხასიათების შესრულება, სხვადასხვა ადამიანების ბიოგრაფიის გავლა და ამ ყველაფრის საკუთარ თავში გატარება და მერე ამისი მაყურებლისთვის გაზიარება. წარმოიდგინეთ 5 წუთი გაქვთ სამსახურში. რაც გააკეთებთ პირველ რიგში? პირველ რიგში გავალ გადასაღებ მოედანზე. დავაკვირდები რა კუთხიდან დგას კამერა, სად არის, როგორი განათებაა. კარგად გავიაზრებ მოცემული ტექსტი, რა გეოგრაფიაში არის მოთავსებული, იმ გარემოდან რა შემიძლია გამოვიყენო, რომ ჩემი პერსონაჟისთვის ბევრად უფრო ბუნებრივი იყოს ქმედებები მოცემულ სიტუაციაში და ალბათ ვკითხავ რეჟისორს რა მოლოდინი აქვს ჩემგან ამ კონკრეტულ სცენაში. უფრო რთულია დაწყება თუ შენარჩუნება? ჩემი აზრით თანაბრად რთულია. თუ სტარტი არ გამოგდის, რთულია აუცილებლად მოძებნი მერე გზას როგორ აკრიფო, მაგრამ მაინც სტარტი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან დიდ ფორას გაძლევს, რომ მერე ადვილად წახვიდე წინ. მაგრამ თუ სტარტი არ გამოვიდა, მერეც გზების მოძიება შესაძლებელია და შენარჩუნებაც თანაბრად რთულია. და არსებობს თუ არა რაიმე სტერეოტიპები თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებით? უამრავი სტერეოტიპებით არის გატენილი ჩვენი პროფესია. მაგალითად, რეჟისორებს ძალიან უჭირთ წარმოიდგინონ მსახიობი, რომელსაც იცნობენ სხვა ამპლუაში და თვითონ სცადონ მისთვის ამპლუას შეცვლა. და ერთი და იგივე ამპლუას იყენებენ ერთი და იგივე მსახიობის მიმართებაში, რაც ჩემი აზრით არ არის სწორი, იმიტომ რომ მსახიობს ხშირ შემთხვევაში გაცილებით დიდი პოტენციალი და ამპლიტუდა აქვს. და ამჟამად რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას? ამჟამად ალბათ ხალხთან შეხვედრა, აი მაგალითად დღევანდელი დღე, რომ მე და თქვენ შევხვდით ის, რომ ჩვენ ჩამოვედით ახალციხეში და კინო არის ჩვენი რაღაც ურთიერთობის მედიუმი და ის, რომ ჩვენ ახლა ერთად ვნახავთ კინოს და გვექნება უნიკალური გამოცდილება ერთად ფილმების ნახვის და ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ერთმანეთს აზრები გაუზიაროთ და ეს მართლა უდიდესი სტიმულია. რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას? კარგად დაფიქრდნენ თვითონ რა აძლევთ აი იმ ცეცხლს და მოძრაობის სურვილს და არ ჩათვალონ რომ თუ კი რაღაცა არის მათთვის ჰობი, ის არ შეიძლება გახდეს პროფესია. იმიტომ რომ როდესაც შენი პროფესია არის შენი სიამოვნების წყარო, ეს არის უკვე საწინდარი დიდი წარმატების და ყოველთვის პრაქტიკული და პრაგმატული გადაწყვეტილებები არ იმარჯვებს. ანუ ორივეს აბსოლუტურად თანაბარი უფლება აქვს გადაწყვეტილების მიღების დროს, რომ განიხილოს თანაბრად. ამიტომ კარგად დაფიქრდეს მას რა უნდა, რას შეაკლავს თავს, რისი ასე ეგრეთ წოდებული მონა იქნება თავის პროფესიაში, რა მისცემს აი ამ უსაზღვრო ენერგიას, რომ აკეთოს ეს საქმე 24/7-ზე. დიდი მადლობა. არაფრის. გაინტერესებს ფილმებისა და წიგნების განხილვა? მაშინ რუბრიკა კინოწიგნომანია შენთვისაა. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ რადიო ედუსტრიმის რუბრიკას კინოწიგნომანიას, მე კი მისი წამყვანი თეკლა აფრიამეშვილი ვარ. გოდერძი ჩოხელი. რომანი ადამიანთა სევდა. სულის მწერალი. ეს ორიოდე სიტყვა საკმარისია ირგვლივ ყველაფერი რომ გაირინდოს და დროებით სამყარომ გულის მომკვრელი ფეთქვა შეწყვიტოს. რა არის სიცოცხლე? სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილი? სიკვდილით სევდა არის, ადამიანად არ ყოფნის სევდა. არსებობს კი ადამიანი, ვისაც ეს ფრაზა არ იცნობა? ვისაც მისი მოსმენისთანავე სულის მწერლის, გოდერძი ჩოხელისკენ არ გაექცევა ფიქრები? მწერალი ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, თუმცა თავისი მოღვაწეობის პერიოდში არაერთი უნიკალური მოთხრობა, რომანი თუ პიესა შექმნა მომავალი თაობისთვის. ადამიანთა სევდა ერთ-ერთია მისი რომანებს შორის, რომელიც ქართულმა მკითხველმა შეიყვარა და მიიღო. მასში ერთიანადაა თავმოყრილი სევდა, ტკივილი, სიხარული, სასოწარკვეთილება, შურისძიება, მხარდაჭერა, ღალატი, ნდობა და რა თქმა უნდა სიყვარული.
როგორც თავად ავტორი ამბობს დასაწყისშივე, თუ მკითხველს დრო არ აქვს, უმჯობესია წიგნი გვერდით გადადოს და სხვა, ყოფით საკითხებს დაუთმოს დრო. რადგან იგი ისევ მთაზე, ბუნებასა და იმ ხალხზე წერს, გნებავთ რეალურზე თუ გნებავთ გამოგონილზე, ვის თვალწინათაც გაიზარდა. თითქოს გუდამაყრის ხეობა დედამიწის ძალიან მცირე მოდელია. მასში ხდება ყველა ის ამბავი, რაც სამყაროს ამა თუ იმ კუთხეში, სხვადასხვა დროს ვითარდება და განვითარებულა. გოძერძი ჩოხელისთვის ადამიანები მოთხრობებს გვანან, გადაშლილ წიგნებს, რომელთა წაკითხვა შეიძლება. მათში ბევრი აზრი და იდეაა თავმოყრილი, მაგრამ სხვა წამყითხულ ადამიანთა უმეტესობას აზრებში გარკვევა და სიღრმისეული ანალიზი ეზარება. ამიტომ ზედაპირულ დასკვნებს აკეთებს და ფიქრობს, რომ ყველაფერში გაერკვა. ასე ემართება გუდამაყრის ერთ სოფელ ჩოხაში მცხოვრებ მოსახლეობასაც. მათ ვინც ბევრ შეცდომასა და ტკივილით გაჟღენთილ ქმედებას ჩაიდენს. ნაწარმოებში დაუფარავად იგრძნობა ყოფიერების სევდა და დარდი, რომელიც მუდმივად აწუხებს თითოეულ ადამიანს. ჩოხელი ამ ნაწარმოებში მთელი თავისი გულწრფელობით აკავშირებს ადამიანსა და ბუნებას და მათი საერთო გრძნობებით საუბრობს. მრავალწახნაგოვანი საკითხები და ადამიანთა სევდა სავსე. აქ მკითხველი ხვდება პერსონაჟს, რომელიც დარდებს აკროვებს, რათა ღმერთამდე მიიტანოს. ხვდება და ეკითხება თავის თანასოფრელებს რა აწუხებთ, რა ადარდათ ყველაზე მეტად და თითქოს რაღაც მომენტში მკითხველი იჯერებს, რომ სწორედ ამაზეა მთელი ნაწარმოებები. ადამიანთა დარდებზე, რომელიც უნდა ესმოდეს ღმერთს, თუმცა მაინც საჭირო ხდება მათი შეგროვება და ისე მიტანა. დარდების შემგროვების უილაჯობით დაღლილი სოფლის მოსახლეობა ერთ დღესაც გადაწყვეტს მას მცირე ოინი მოუწყოს და ამით ერთგვარად დაისვენოს მუდმივად მიწა ჩამოსული ღმერთის ძიებით თავმობეზრებული თანასოფრელებისგან. დარდების შემგროვებელი რთულად შეარჩევს ღმერთისთვის სათხოვარ დარდს. თითოეული მათგანის გაზიარება სურს, მაგრამ აბა სად აქვს ღმერთს იმდენი დრო ყველას მოусმინოს. დარდების შემგროვებელი ერთ ყველაზე განსაკუთრებულ დარდს შეარჩევს და თეთრ სამოში გამოწყობილ, ღმერთად გადაცმულ თანასოფრელს გაუზიარებს. იმ დღის მერე იგი აღარ ელოდება მაღალ ღმერთს, აღარს დარდებს აღარ აგროვებს და მაღალ, თვალუწნელ მთაზე, აღარს აღარავინ ადის მის გასაბითურებლად. ნებისმიერ რომანსა თუ მოთხრობაში პერსონაჟის სახელს სიუჟეტის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. გამონაკლის არც ადამიანთა სევდა წარმოადგენს. სადაც ესეოდენ სევდიან და ღრმა პერსონაჟს გამიხარდია ჰქვია. სიუჟეტის განვითარების პროცესში მკითხველი არაერთხელ ხვდება გამიხარდიანს და ეცნობა მის ცხოვრებისეულ გზას. ასევე ნათლად ხედავს, რატომ გადაწყვიტა შეეგროვებინა დარდები, რომელსაც შემდეგ ღმერთს მიუტანდა. მთიანი ხეობის ხალხი მართლაც არაფრით განსხვავდება დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ იმ დიდი სახელმწიფოებისგან, ვისაც მეზობლების დარბევა თუ მათი ტერიტორიების დაკავება სურს. გუდამაყრის ერთი პატარა სოფლის რამდენიმე თავკაცი გამოვა ინიციატივით დაარბიონ მეზობელი სოფელი და ისინი დააშინონ ხატით, რასაც წარმატებით განახორციელებენ კიდეც. პროცესში ჩართულია ყველა, დიდი, პატარა, ქალი თუ კაცი. მსუბუქი იუმორით გადმოცემული მათი ეს ლაშქრობა კარგად აჩვენებს ადამიანის სიხარბეს, დაუნდობლობასა და სისასტიკეს, რომელიც პიროვნებაში ხშირად მეტად ღრმად და საიმედოდ არის დამარხული. რომაში მკითხველი შეხვდება ძველ ტრადიციებს, მთის ლეგენდებსა და ამბებს, რომელიც მოსახლეობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მსუბუქის სევდითა და ადამიანური სიღრმით გადმოცემული ამბავი, რომელშიც მკითხველი მარტივად შეძლებს იპოვნოს თავისი წილი ისტორია. ნაწარმოების მარგალიტად შეიძლება ის მონაკვეთი, რომელშიც სოფლის მოქეიფე ზედმეტად ნასვამი მოსახლეობა სიკვდილს მოკლავს და რომელიც ყველაზე უფრო უკეთ გამოხატავს ადამიანის სასტიკ ბუნებას. ამბავი დაუჯერებელი, არარეალური და მისტიკური ელფერის მატარებელია, თუმცა ავტორი მშვენივრად ამბობს მთავარ სათქმას და ახერხებს ის მკითხველამდე ჩვეული ოსტატობით მიიტანოს. ერთ-ერთი საღვთო დღესასწაულის მიწურულს სოფრელები შემთხვევით აღმოაჩენენ, რომ მათ სუფრას მშვენიერი ყმაწვილი შემოუერთდება. თუმცა ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდება, რაც ბიჭუნას შეამჩნევს, რომ დაკლული ცხვრის ძვლები მოძრაობს. როგორც შემდგომში გაირკვა, ეს სიკვდილია. მას უფლება აქვს რამდენიმე ასეულ წელში ერთხელ ადამიანად იქცეს და ადამიანებთან ერთად გაატაროს დღე. ის კი სწორედ გუდამაყრელებთან ერთად მულხენას გადაწყვეტს. იმ დღეს არავინ არ კვდება. პირადი ბოღმის, შეუგუებლობისა და პიროვნული სიმცირის გამო სოფლის რამდენიმე მკვიდრს სიკვდილი შეშურდება. მათ შეშურდებათ მისი გარეგნობის. როგორც ავტორი აღწერს, ენით გადმოუცემელი გარეგნობა აქვს. შეშურდებათ მისი ცხოვრების, მისი ყოფისა და როგორც თავად მიიჩნევენ თავისუფლების. საბოლოოდ კი მოკლავენ მას. ისინი სიკვდილს მოკლავენ და დედამიწა ასეთ არჩება სიკვდილის გარეშე. ამ უკანასკნელს ულამაზეს საფლავს გაუკეთებენ, შეუმკობენ ულამაზესი ყვავილებითა და ათასგვარი ბალახით. ავტორი ამ ამბის თხრობას აქ ასრულებს. იგი არ უღმავდება ადამიანების პიროვნების თავისებურებებს, მათ გაუკუღმართებულ პიროვნებებს და ჩუმ ბოღმას. არადა განა შეიძლება ადამიანს სიკვდილის.
იმ არსების შეშურდეს, ვინც ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს კისრულობს ქვეყანაზე? ან განა შეიძლება მისი ზურგში დანის ჩარტყით მოკლა? დედამიწისა და თითოეული ადამიანის ისე დატოვება ღირს შესანიშნავ დღეს. რომაში თითოეული ამბავი ჯაჭვის რგოლებივით ებმის ერთმანეთს და საბოლოო ჯამში ერთ მთლიან, მოცულობით ტექსტად იქცევა, რომლის წაკითხვის ბოლოსაც მკითხველს არაერთი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ხომ ის არის, რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა. თითქოს მთელი ნაწარმოები ერთი დიდი სევდის მორევია, რომელსაც პულსაციის ნელი ტემპით თან გასდევს იმედის მარცვალი, რომელიც არასდროს ტოვებს. კითხველი აქ შეხვდება ყველა ასაკის, ემოციის, განცდისა თუ ტკივილის მქონე ადამიანს. მათ, ვინც თავისებურად ებრძვის და ეკინება თავის ყოველდღიურობას. გოდერძი ჩოხელი მწერალთან ერთად რეჟისორიც იყო და თავის ნაწარმოებებს ხშირად თავადვე აცოცხლავდა ტელეეკრანებზე. გამონაკლისს არც ადამიანთა სევდა არ წარმოადგენს. ის ჩოხელმა თავის სიცოცხლეშივე გადაიღო ფილმმა და მალევე იქცა კინოშედევრად. მსახიობთა მაღალი ოსტატობა, თამაშის დახვეწილი სტილი და ღრმა ემოციური პასაჟები არის ის მთავარი კომპონენტები, რომლის გამოც მაყურებელი წლების გასვლის შემდეგაც აქტიურად უყურებს შავ-თეთრი კადრებით გადაღებულ ფილმს. როგორც ავტორი ამბობს, სკივში ნაპოვნ ფურცელზე დაწერილ სიტყვებს, რომლებიც სიცოცხლეს როგორც სევდას ისე განმარტავს, დღემდე ანალოგი არ გააჩნია. ბევრი ადამიანისთვის გამხელილი, ხოლო ზოგისთვისაც გაუმხელელი სევდაა, რომელიც თანსდევს ადამიანად ყოფნის სიხარულს და არც პიროვნების გარდაცვალების შემდეგ არ ქრება არსად. რამე თუ ჩვეული სევდა არსად არ ქრება. ის მხოლოდ ფერს იცვლის და ყოფის სევდა არ ყოფნის სევდად გადაიქცევა. თუმცა მაშინ მთავარი და ძირეული კვლავ უცვლელია. ხვალიდან ვიწყებ დიეტას. რატომ ხვალიდან? მოდი დღეიდან დავიწყოთ. ამ გადაცემაში ვისაუბრებთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე. შაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინგრედიენტია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბავშვობიდანვე გვასწავლიან, რომ ტკბილეული სიხარულთან, დღესასწაულთან და ბედნიერებასთან ასოცირდება. თუმცა თანამედროვე მეცნიერება სულ უფრო მეტ მტკიცებულობას გვაწვდის იმის შესახებ, რომ შაქარი, განსაკუთრებით კი მისი ჭარბი რაოდენობით მიღება, ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. რა არის შაქარი და სად გვხვდება ის? შაქარი არის მარტივი ნახშირწყალი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ხილში, ბოსტნეულში, რძეში, მაგრამ ყველაზე ხშირად ჩვენ ვიღებთ მას დამატებული სახით. ტკბილეულში, გაზიან სასმელში, მზასაკვებში, პურში და სოუსებში და თუნდაც ისეთ პროდუქტებში, რომელთაც ტკბილი გემო საერთოდ არ აქვს. ხშირად ადამიანები ვერც კი აცნობიერებენ, რამდენ შაქარს იღებენ ყოველდღიურად. შაქარი სწრაფად იშლება და გლუკოზად გარდაიქმნება, რაც ენერგიის სწრაფ წყაროს წარმოადგენს. თუმცა, როდესაც ორგანიზმი რეგულარულად იღებს ჭარბ შაქარს, ეს იწვევს შემდეგ პრობლემებს: ინსულინის რეზისტენტობას და დიაბეტს. სისხლში გლუკოზის დონის ხშირი მატება პანკრეასს აიძულებს დიდი რაოდენობით ინსულინის გამოყოფას. დროთა განმავლობაში უჯრედები ნაკლებად რეაგირებენ ინსულინზე. ვითარდება ინსულინის რეზისტენტობა, რაც მეორე ტიპის დიაბეტის რისკს ზრდის. სიმსუქნე. შაქარი არ იძლევა დანაკლების შეგრძნებას. პირიქით, ხშირად გვიჩენს სურვილს კიდევ უფრო მეტი ტკბილი მივიღოთ. ჭარბი შაქარი ცხიმად გარდაიქმნება და გროვდება ორგანიზმში. კვლევები აჩვენებს, რომ შაქრის ჭარბი მიღება ზრდის არტერიული წნევის, ანთებითი პროცესების და ცუდი ქოლესტერინის დონეს, რაც გულის დაავადებების რისკს ზრდის. შაქარი ბაქტერიებისთვის იდეალური საკვებია, რაც ტკბილების ნგრევას და კარიეს იწვევს. კანის დაბერება. შაქარი აჩქარებს კანის დაბერების პროცესს, ამცირებს ელასტიურობას და ხელს უწყობს ნაოჭების გაჩენას. ნაბიჯ-ნაბიჯ შეამცირეთ შაქრის რაოდენობა. თუ ჩაის ან ყავას შაქრი ცომთ, სადაც ნელ-ნელა შეამციროთ მისი რაოდენობა, სანამ საერთოდ არ შეწყვეტ დამატებას. დაგეგმეთ კვება წინასწარ, როცა მშიერი ხართ და სწრაფად გინდათ ენერგია, ხშირად ირჩევთ ტკბილეულს. წინასწარ დაგეგმილი ჯანსაღი საკვები კი დაგეხმარებათ ამ ცდუნების თავიდან აცილებაში. იპოვეთ ალტერნატივები, შაქრის შემცვლელები, თუმცა მათი გამოყენება ზომიერადაა რეკომენდირებული. დაიცავით ემოციური ბალანსი. ხშირად შაქრისკენ მივდივართ სტრესის, მოწყენილობის ან დაღლილობის დროს. სადაც იპოვოთ სხვა გზები ემოციებთან გასამკლავებლად. გაისეირნეთ, დაკავდით სპორტით, მოусმინეთ მუსიკას. შაქრის დამოკიდებულება რეალური პრობლემაა. ბევრი ადამიანი ვერ ამჩნევს, რომ შაქარზე დამოკიდებულია. ტკბილეულის უეცარი ამოღება რაციონიდან იწვევს გაღიზიანებას, დაღლილობას, თავის ტკივილს. ეს ნორმალურია და რამდენიმე დღეში გადის, თუ ორგანიზმი ახალ რეჟიმს შეეჩვევა. რჩევები შაქრის მოყვარულებისთვის. დაიწყეთ დღეში ერთი ტკბილი პროდუქტის ამოღებით. ჩაანაცვლეთ ტკბილი სასმელები წყლით ან უშაქრო ჩაის სმით. მიირთვით საუზმეზე ბოჭკოვანი საკვები, რომ დღის განმავლობაში ნაკლებად მოგინდეთ ტკბილი. თუ ტკბილი მოგინდეთ, ჯერ დალიეთ ერთი ჭიქა წყალი და დაელოდეთ 10 წუთი. ხშირად ეს სურვილი გადაგივლით. შაქარი ჩვენი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ მისი ჭარბი რაოდენობით მიღება ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. თუ გსურთ, რომ ხვალიდან დაიწყოთ ჯანსაღი ცხოვრება, დაიწყეთ პატარა ნაბიჯები. შეამცირეთ შაქრის რაოდენობა. გაამდიდრეთ რაციონი ბოჭკოვანი საკვებით და ყურადღება მიაქციეთ ემოციურ
დეპრესიულ მდგომარეობას. გახსოვდეთ, რომ ცვლილებები ერთ დღეში არ ხდება, მაგრამ თითოეული მსვლელობა გვაახლებს უკეთეს ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან. იყავით ჯანმრთელები და არ გადადოთ ზრუნვა საკუთარ თავზე ხვალისთვის. გადაცემა მომზადებულია ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო უსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.